გამარჯობათ, მოგეხსენებათ რომ დრაგის სერიები უკვე მორჩა, ამიტომ დიდად გადასაღები არაფერი აღარა გვაქვს, აღარც მომზადება, აღარც დრაგი, ამიტომ შემოგთავაზებთ ახალ კონტენტს. ჩვენი X3M-ი ყველამ კარგად იცის და ყველამ მოგეხსენებათ ამ მანქანის შესაძლებლობები. სპირტზე აქვს 800 ცხენის ძალა და დადებული იქნება უკვე როგორც დადის Ferrari-თან, Porsche-სთან და ასე შემდეგ. და ეხლა ამ მანქანის გადაღებას ვაპირებთ ბენზინზე, ყოველდღიურ მოხმარებაში, ყველანაირი მომზადების გარეშე, უბრალოდ ქუჩაში რო გამოდის, როგორ დადის ეს მანქანა. და ამის საწინააღმდეგოდ გამოვიყვანეთ iMotors-ი LS6. ეს მანქანა ხეროსთან უკვე გადაღებული გვაქვს, ოღონდ სედანი იყო ის, 777 ცხენის ძალით არის და X აქვს 700 ცხენის ძალა ამ მოდიფიკაციაზე, ბენზინზე მხოლოდ და მგონია რომ ბენზინით საინტერესო უნდა იყოს. ეს ბენზინით, ეს ელექტრო რა. 700 ცხენის ძალიანი გერმანელი, 777 ცხენის ძალიან ჩინურ ელექტრო მანქანასთან. რაც ყველაზე საინტერესოა, შიდაწვის რავი თუ ელექტრო მანქანა. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თუ დავიჩაგრეთ, სპირტით წამოღებული გვაქვს და ეგრევე 800 ცხენზე გადავკეთდებით, არც მაგის პრობლემა არ არის. როლერებს იყებ ალექს. ბიჭო, მოდი ისიც ვთქვათ, რომ ეს მანქანა არ არის ცენტრის მანქანა და არის ჩვენი მანქანა, ჩვენი პირადი მოხმარების მანქანა და რასაც გვინდა იმას ვილაპარაკებთ რა. დასაჯმელი იქნება დავაჟავთ, არ იქნება დასაჯმელი არ დავაჟავთ და ნახავთ რა, ანუ ჩვეულებრივ გავტესტავთ ადეკვატურად, რეალურად. ტორმუზები მოგვეწონა, დასაწყისშივე ვიტყვით, მაგრამ დრაგით გადავიღებთ 100-დან 0-მდე როგორ ჩერდება, ჩაურთავთ მაგ ფუნქციას, კონტინენტალში ტორმუზები უდგას. მანქანაზე მუშაობდნენ Aston Martin-ის დიზაინერები და ყველაზე მაგრად რატოს მომწონს ეს მანქანა რა. ცხვირი დიდად არ მომწონს, ცხვირზე ბევრი კადრი არ არის გადასაღები. DBX-ი 1-1-ში LS6 რო ააძრო და DBX-ი დააწერო და ეს მოხსნა და აქ Aston Martin-ის ლოგო მიაკრა, ვერავინ ვერ გაარჩევს საქართველოში, ჩაგიგდებს სულაც და თუ ვინმე გაარჩევს, რომ ეს DBX-ი არ არის, თან ანთებული იმაზე, რომ ეს ანათებს 1-1-ში აჯდება რა, ტიპებმა ეს ტრაკი მოხსნეს და დააყენეს. 1-1-ში არის Aston Martin-ი რა. გავიაროთ ახლა 0-100 გავზომოთ, 100-200 გავზომოთ. შემდეგ უკვე 100-0 გავზომოთ ტორმუზის ტესტი, ნახოთ დრაგით როგორ ტორმუზდება და მერე უკვე იქნება დრაგი. და დრაგზე ყოველთვის არის ხოლმე რომ მეორე მძღოლი გამოუცდელია, მეორე მძღოლი ვერ დადის და იმას გამოუცდელ მძღოლს რატო უყენებთ, ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ ნიკა მოდი ჩვენთან, მოდი სმა. ნიკოლოზ დოლმაზაშვილი, რომელიც არის დრაგსტერი, ოღონდ არა მანქანების მოტოსფეროში და სამგზის საქართველოს ჩემპიონი ხარ და შიდა ეტაპები რამდენი იყო? 7, 8? 8-დან 8 მოგება აქვს, 8-დან 8 პირველი ადგილი აქვს და ერთადერთი ის არის რომ მოტო გამოვიდა ტექნიკური, ანუ მოტო გაფუჭდა რა. ერთი ეგა გვაქვს, წაგებაც არ იყო. ისიც მოვიგეთ გაფუჭებული, მაგრამ გაფუჭდა რა. მაინც დავაფინიშეთ გამარჯვებულზე, უბრალოდ მერე ვეღარ გამოვედით ფინალში. ჩავსხედით მანქანაში ეს გასაღები, ჯერ 0-100 გავზომოთ, მერე 100-200 გავზომოთ, თან გეტყვი როგორც იზრდება ეს მანქანა, იმიტომ რომ მე მაქვს უკვე შეხება ამ მანქანასთან და დავძარი. ბიჭო, ელექტრო როა, ვითომ ხო დაადგავ და წახვალ, მაგრამ გაზის პედალი რაღაც დონეზე ის არის რა, ბუსტავს და მე გაჩერებს. აი გაჩერების პიკზე უნდა დაძრა და მარტივად მიხვდები, სწავლება არ დაგჭირდება. აი, მიად.
თვითი ხო არ მოგაკვნიტა. დადგით ორმოს ბოლომდე ხე? მაგარი. აჩერის მანქანა გამოგცდეს და ბიჭო აქ ხო მაგრამ არ ვიცი რა ფუნქციას ასრულებს რო არ მოგატყუო მოწრება გაგითიშო დავიდა Kaj? 11:03 100-207 ბიჭო 0-100 არ მომწონს 0-100 არის 3-7-9 და ეხა მეგეთქვი როგორც უნდა გაზომო 0-100 დაატრიალე და ეხა მარტო 0-100 გავზომოთ ვიცი ხო მაგრამ მაინც ხანაირად გეგზავნა გაჩერე და просто 0-100 გავუშვათ. მარცხენა ფეხი დააგიტო ორმოს და მარჯვენა ფეხი თხლად შეაპარე გას. ორი 7-6-5 არ 7-5-6 7-5-ში დადის 7-5-ში დადის და 0-100 იყო 3 და 5 იცი მე მგონა უფრო ჩქარი იქნებოდა ის შეგრძნებები აქვს ხო და X წესით 0-100 უკეთესი უნდა კონდეს და 100-200 რა მე მგონი ერთად 7-5-ში 100-200 ნახოთ რა იქნება ნახოთ მოკლედ გავლებს ნახავდით უკვე. ძალიან მაგრათია რა, არ ველოდებოდი. ამის ესეციალურს არ ველოდებოდი, თორე ეს ვიცოდი რომ ივლი და 402 მეტრი ქონდა 11 და 3
0-100-ში მოიკოჭლებ და არა და მეგონა რომ მაგრა წავიდო და 0-100, მაგრამ 100-200 პირველ გარბენზე ქონდა X-ზე უკეთესი და 7-5-ში იარა. X-ი დადის 7-9-ში, 8-0-ში, 7-8-ში ესე რა, 8-1 და როგორი გახურებულია იმის მიხედვით რა. 7-5-ში იარა, მაგრამ მე ყველა გარბენი ემატებოდა დრო და ემატებოდა მიუხედავად იმისა, რომ 100%-ზე ყავდა დატენილი და ეხლა რამდენი პროცენტია მაგასაც შევამოწმებთ, 100%-დან დავიწყეთ და გავიარეთ ალბათ 50 კილომეტრი, აქედან მხოლოდ 5-6 გარბენი და რამდენზე ჩამოვიდა ეგეც ვნახოთ. X-მა იარა 11-2-ში, 11-22, 11-24-ში იარა სტაბილურად ბენზინზე. 0-100 ქონდა 3-3X და 100-200 ქონდა 8-1, მაგრამ 402-ზე 8-1-ში რო ვიარეთ, ვერ ავიღეთ 200 კმ/სთ. დავაფინიშეთ 197-ით და 297-ით გვაქვს დაფინიშებული და 0-100 ქონდა ძალიან მაგარი რა, 3-4, 3-3 და ესეთ დადიოდა. დრაგებს ჩაგიყრი, მთლად ყველა არა მაქვს, ხანამისი მაკლია, რომელიღაცები. ხო, მართლა დრაგიც ხდება, იმიტომ რომ ერთი გარბენი ესეთი გრაფა გააკეთა და 10-2 დაწერა X3-ზე და სპირტზე ვერ დადის მაგ დროში და ბენზინზე ვერ ივლიდა. ხო, ამანქანის ტორმუზები, თავიდან ძალიან მაგრად ატორმუზებდა და მე ცოტა სუნი დააყენა რა. კი ჩერდებოდა მაინც, მაგრამ საშინელი სუნი აქ ეხლა ახლოს რო ვდგევართ, მიუხედავად ესა რომ 15 წუთი გავიდა. თუმცა გაჩერებით ჩერდებოდა. ეს დრაგია და დიდი ძალა არ ადგება, უბრალოდ აჩქარებ და აჩერებ, მაგრამ ტრეკზე და ესეთი რამეების გამოყენებაზე არის გაფრთხდება ძალიან, ალბათ დაიბრიცება კიდეც რა. თუმცა ყოველდღიურ მოხმარებაში იმ ადამიანების კატეგორია, რაც ამ მანქანას ყიდულობს, არის იდეალური. დატენი 5 ლარად, 7 ლარად, fast charger-ზე არ ვიცი რა ჯდება 10-15 ლარი. წახვალ 700 კილომეტრი აქვს რენჯი და აი ესეთ ამინჩი გადის ალბათ 600-650 კილომეტრს რა. რაც უფრო აციუდება ცოტა დაიკლებს, ზაფხულში ცოტა მეტად იმატებს. ჩვენაირი ადამიანებისთვის არ არის, ჩემნაირი ადამიანებისთვის არ არის ეს მანქანა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გაუკეთებ რა. აი რაც მუღამი გაქვს, იმას ვერ გაისწორებ. აი ტაიკანი გუშინ რო ვიყავით ეს ვიდეო კი 1-2 კვირს მერე დაიდება. ის უფრო ჩემია, ვიდრე ეს, იმიტომ რომ ცოტა ჩქარიც არის და თან მაინც პორშეა და მანევრში გაცილებით მაგრად მოგდევს. თუ ხარ ადამიანი, რომელსაც გინდა რომ ყავდეს უბრალოდ ჩქარი მანქანა, დენზე, იაროს ეკონომიურად, აი ვარიანტია 5 წელი აქვს გარანტია თან როგორც ვიცი რა. დანარჩენი არ ვიცი. ხო, მეორე ნაკლი 220 რო გადავსდით, გეგონება მინები დაეწია. ისეთი კარი შემოდიოდა, რომ ან და რავი რა, აქეთა მხრიდან საიდანღაც მაგრა იპარავს, აი მაგრად იპარავს. ინტერიერი პლანშეტები. ეს პლანშეტი უფრო მაღლაც ამოდის ამ შემთხვევაში. ესე ამოდის. წავიდა. ცოტა ხანი შეიძლება ვიწვალო რა. მანქანაში შევიდეთ. არა. სად ქონდა ბიჭო წერა ხო უპოვია რა. მოი ავტომობილი. всё. 76%-ზე ჩამოვიდა ბატარეა. და რენჯი წერია 534 კილომეტრი, ანუ 700 კილომეტრიდან ჩამოვიდა 534, 170 კილომეტრი მოიკლო, სადღაც 50 კილომეტრში, მაგრამ ბიჭო ეს 50 კილომეტრი მაგრად ვაწვალეთ რა. 24% აქვს დაკლებული. რავი. მე მგონი ნორმალურია რა. ეხლა რომ დაждდე თელავიდან ბათუმში ჩახვალკიდე რა. ხო, პლუს ბევრი მაგარი რეჟიმები უპოვე წეღან. ხო, სარკეები დავკეთე და ერთი ისე უნდა გაგვიარა, მაგრამ 30-8 და თავისით გაიშალა სარკეები. და ბევრი რაღაც ფუნქციები აქვს. კონდიციონერი გავთი შემოიმატა შედარებით წევაში, ფარების უმთლად ჩავაქრე, DSC-ოფი უპოვე და რაღაცეები ვიპოვე რა. აი ტიპია, მაგრამ არა ჩემთვის. სალონი კაი აქვს,
პროჩკებზე ვერ დავუწყებთ ევნას, იმიტომ რომ ტესტ დრაივერი დიდათ არა ვარ, მარტო ძირითადად დრაგის ხრივ უყურებ მე მანქანებს და რომელი როგორ გარბის და ტყავია ყველგან. ან ტყავი რა, ტყავის შემცვლელი. აქეთ პლასმასია, თუმცა ხის ფაქტურას გავს, აქეთ ჩუქი აქვს როგორც X, აქაც რბილი, აი ყველაფერი რბილი აქვს რა. პანორამა აქვს თლიანზე, ამას რავი სადღაც დამუქება დაღიავის ფუნქცია ქონდა წერან მივაგენი ვარ. ნუ გამაჩალიჩებთ, იმიტომ რომ ვერ გავიგე სად რა არის და რუსულ მენიუზე დგას და ინგლისურზე რო გადავიყვანო, არ ვიცი, რა ვიცი, მე უკან როგორ უნდა დავაბრუნო, აქ მარტივად აქ და მოკლედ, აქ განათება, მაღლა დამუქება დაღიავება, self drive-ია, კიდე აქ რო ის რაღაცა უდგას და ყველაფერს აღიქვავს აქ რა, აი წერან სალონიდან მიხვდებოდით. fast charger-ი, აქ არ ვიცი საჭიქია თუ ტელეფონის ჩასადებია, მაგრამ აი ესეთი ფორმის ტელეფონი დიდი ხანია აღარ მენახავს, საჭიქეები აქ აქვს. მომავალი ენერგეტიკული სასმელების ჩასადები. არა ბიჭო, სათვალეა ბრატ. ფორმაზე სათვალეა. ხო, კიდე ეკოს რო ჩართავ და შემდეგ ეკოპროზე გადართავ რა, მაგას მივაგენი წეღან. ესეთ მანქანა. ნახე, ეკოს რო ჩართავ და მე ეკოპროზე რო გადართავ რა. ნახე. ეს ფუნდდება და ესენი ითიშება რა. ესე გაცილებით მეც გაივლეს რა ეს. დაარტყვა ხელს და მოიხოდა. რადიოს გეთიშება, აქ self drive ითიშება წინ მანქანებს ვეღარ ხედავს და ესეთი რაღაცები გეთიშება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს და შეიძლება მასე კილომეტრაჟიც მოიმატოს რა. მოკლედ 700 ცხენის ზალა ბენზინზე, პორტალის სუპერზე და 777 ცხენის ზალიანი სრულიად ელექტრო მანქანა. ესე იარეს, რა ვიცი, წესით დარიგით ესე უნდა ელო. ამით კი გემშვიდობებით, ხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. თუ მოგეწონათ ეს კონტენტი, გითხარით და რაღაცებს შევადარებთ ხოლმე ჩვენ მანქანებს X3M-ს. სუპრისთვის ამინდები აღარ არის, ვერ მოუჭიდებს ფიზიკურად სიცივეში. X3M-ს და ჩვენ M4-ს, ასევე ჩვენი მეგობრების მანქანებს შევადარებთ ჩვენი ისევ მეგობრების მანქანებს. უცხო მანქანას და ნაკირავი მანქანას არა. და გადავიღებთ ესეთ ვიდეოებს რა. ეს კი იყო ელექტრო VS ბენზინი, ჩინეთი და გერმანია. გერმანიამ ნაკლები ცხენით, იგივე შედეგი დადო, რაც ჩინეთმა მეტი ცხენით. ამით კი გემშვიდობებით. ხო, ეს არ გახდა საჭირო რა და თუ თვლი რომ რამე ჩქარი ყავს მოიყვანე და არ არის პრობლემა.